საგანგებოდ გადავზომე. თბილისიდან ირანამდე 200 კილომეტრია. სულ რაღაც 200 კილომეტრში გლობალური ომი იხატება. ცივილიზაციათა ჯახი. ხოცი კი დაფიქრების ნაცვლად ახლა რა უნდა ვქნათ, ვის და რის იმედად უნდა ვიყოთო, ამისთვის კრიტიკულ ორგანოს, უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს. და ზედაყოლებს საგარეო დაზვერვასაც. ხო აი რა გვინდა ან ერთი ან მეორე, ასეთი მშვიდი და დალაგებული ხომ სამყარო ჩვენს გარშემო არასდროს ყოფილა. Plus როგორც მივხვდით, აპირებს გააუქმოს საპოლიციო საგუშაგოები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის გასწორება. მართალია, არც ეგ გჭირდება. ეგ პრობლემას ჩათვალე მოგვარებულია. აი, ბოდიშს რომ მოვიხდით ყველანი სათითაოდ, როგორც ბატონი ბორისი გვასწავლის. ხოლო თუ საფრთხე აღარ გვემუქრება, უსაფრთხოების საბჭოს რატომ უნდა უხადოთ საერთოდ ხელფასი? მე მგონია რომ დემონსტრაციის ნიშნებს, ანუ რაღაცნაირად თეთრი ხელთათმანისტო გამოწვევის ესე იგი სროლის ნიშანს რა, გამოწვევის ნიშანს შეიცავს ძირითადად დასავლელი პარტნიორების მიმართ ერთი მხრივ ეს იყო ამოცანა, იმიტომ რომ საბჭო იცით თქვენ რომ ერთხელ იყო უკვე გაუქმებული და მისი აღდგენა მოხდა ძირითადად ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიური მეცადინეობით. ისინი ხშირად თხოვდნენ რომ საჭირო იყო ესეთი მაკოორდინირებელი უწყების არსებობა და მაშინ გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ხელთავიდან გაცოცხლეს ეს ორგანიზაცია. აქვე შემოდის მეორე საკითხი, რომელსაც თქვენ ხვდებით ახლა, ეს არის თვითონ გახარია. ანუ მე მგონია რომ ებრძვიან რა მათ შორის ესე იგი გახარიას ამ კონტექსტში რაც ხდება ჩვენ გარშემო, თუ გახარიას გარშემო, როგორც ჩანს ეს მომენტიც იყო, რომ მის მემკვიდრეობას ებრძვიან. უსაფრთხოების საბჭო გახსოვთ საერთოდ რა არის? აი, თქვენი ბელადი რომ ბოკერიას კანტორად მოიხსენიებდა ის. იმიტომ რომ თავისი პირადი და თავისი ფულის უსაფრთხოების გარდა სხვა არაფერი ადარდებდა და არაფერი ადარდებს. დღეს ამ კანტორის, ანუ საბჭოს გაუქმების ამბავი რომ გაიგეს, ბევრს ისიც კი გაუკვირდა რომ აქამდე არსებობდა. საკუთარ კანდიდატურასთან გიორგი მარგველაშვილთან ბრძოლაში პროჭორვილელებმა ჯერ პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ალტერნატივა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შექმნეს და უსაფრთხოების საბჭო დაარქვეს. ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტი გახდა კი საბჭოს საერთოდ გაუქმეს. საბჭოს თავარი ფუნქცია რაც იყო, ანუ ერთი მხრივ აი უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, იცით თქვენ, გვაქვს ესეთი უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების არქიტექტურა, არც ერთი ეს დოკუმენტი არ არის განახლებული. საუბარია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე, თავდაცვის სტრატეგიაზე, ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმაზე, სხვა სექტორულ სტრატეგიებზე, არც ერთი ეს დოკუმენტი, რომელიც საბჭოს კოორდინაციის ქვეშ უნდა განახლებულიყო, ქვეყანას დღეს არ აქვს. ისევე როგორც ჩვენ ვნახეთ მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ საბჭოს, რაც არის ესე იგი უწყებათშორისი კოორდინაცია სხვადასხვა ტიპის კრიზისებზე რეაგირებისას, ჩვენ ვნახეთ რომ ეს ყველაფერი ჩავარდა, ხო, მეტი ჩავარდა იმ ფორმით, რომ კონკრეტული ადამიანების სამწუხარო ტრაგედიების ფასად დაგვიჭდა ეს, ანუ არც რეაგირება იყო ეფექტური. მართლა რა საჭიროა კოორდინაციის ორგანო თუ ყველაფერი ისედაც ერთი კაცის ხელით იმართება. ხო, აი რა საჭიროა საგარეო დაზვერვა, როდესაც თავს სახელმწიფოდ არ აღიქვა. მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ აი კაცს მართვა და კონტროლს უნდა დაექვემდებარო საგარეო დაზვერვის სამსახური, მისი რესურსები, განსაკუთრებით ოპერატიული რესურსები უნდა მოხმარდეს შიდა პოლიტიკური, ესე იგი, ძალაუფლების გამტკიცების რესურსებს, იმიტომ რომ ანუ წარმოიდგინეთ ახლა რეჟიმი როგორ ხედავს სამყაროს რა, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსები ნაცვლად უცხო ქვეყნის არ ვიცი აგენტურისა დაგვდებს მე და თქვენ თენგო და იციან რომ არსებობს კიდე რაღაც ეგეთი რესურსი, რომელსაც ისინი ვერ იყენებენ შიდა ამოცანებისთვის, რატო გაუშვებდნენ ამ შანს ხელიდან, ხო? ანუ აქ მე მგონია რომ აი ეს რეჟიმ სერვაივალის თუ რეჟიმის გადარჩენის თუ რეჟიმის გამტკიცების მდგენელი ამ გადაწყვეტილებაში დაზვერვის სუსტან გაერთიანების კიდევ უფრო მეტია ვიდრე იქ იმ საბჭოს შემთხვევაში. აქამდე ხომ ყველაფერი პოლიცია და სუსი იყო? აწი, სულ ყველაფერი პოლიცია და სუსი იქნება. ქართველი მზვერავები ან რუსის ტიპის კაგებეშნიკებად იქცევიან პროჭორვილურ სუსში. ან სათავეში ჩაუდგებიან ბრიტანეთის დაზვერვას. ხო, ნახეთ რომ ეგეც შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень გადაცემდა.